სწავლა არ არის მხოლოდ რაიმე საგნის დაუფლება ადამიანის მხრიდან, არამედ არის მისი ფსიქიკის გააქტიურება, რომ რაღაც სიახლესთან მოხდეს შეხება და მისი გათავისება. რაც საწინდარია ფსიქიკური ჯანმრთელობის, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ კარლ როჯერსის აზრით გადამწყვეტი, ასე ვთქვათ, ფუნქციონალი, რითიც ხდება ადამიანის დიაგნოსტიკა, არის თუ არა ის უფრო ჯანმრთელი ან უფრო არა ჯანმრთელი, არის სწორედ ეს, რომ თუ მასში არის სურვილი, იმპულსი და მიდრეკილება, რომ წინ წავიდეს, განვითარდეს, სიახლე მიიღოს და იყოს უკეთ, რანაირი მდგომარეობაც არ უნდა ქონდეს აქ და ამჟამად ფსიქოლოგიურად, ის ითვლება, რომ არის უფრო მეტად ჯანმრთელი, ვიდრე არაჯანმრთელი. შესაბამისად, ეს კარლ როჯერსი არის ფსიქოლოგიაში ერთ-ერთი გარდამტეხი მოვლენა, ვინაიდან ეს არის ჰუმანიზმის შემომტანი ფსიქოთერაპიაში და პირველი ადამიანი, ვინც ფსიქოთერაპიით მიიღო შედეგები და შედეგებზე გავიდა, მიუხედავად იმისა, რომ სტრუქტურა კი ფროიდის მიერ იყო აღმოჩენილი, მაგრამ ფროიდს შედეგები მაინდამაინც არ მიუღია ფსიქოთერაპიაში და როჯერსი არის ის, ვინც მიხვდა, რომ ადამიანს თავად უკეთ უწყის ადამიანმა, მას რა სჭირდება. აი ასეთი ადამიანის მიერ არის ნათქვამი, რომ სიახლე განვითარება და წინსვლა არის ჯანმრთელობის საწინდარი, ხო? სწავლის უპირობო საჭიროება არის, როცა სწავლა მიმდინარეობს, მიდის შეხება სიახლესთან.